ეს არის ფოტო, რომელიც გადაღებულია 2011 წლის 1 მაისს. პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ნაციონალური უშიშროების თანამშრომლები ეგრეთ წოდებულ სიტუაციურ ოთახში იღებენ ზესაიდუმლო ინფორმაციას ყველა დროის ყველაზე ძებნადი დამნაშავის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის სპეცოპერაციის შესახებ. თეთრი სახლის ფოტოგრაფმა პიტ სოუზმა ეს ფოტო იმ დროს გადაიღო, როდესაც პრეზიდენტი ობამა, ვიცე-პრეზიდენტი ბაიდენი, სახელმწიფო მდივანი კლინტონი და სხვა უფროსი თანაშემწეები სიტუაციურ ოთახში შეიკრიბნენ. თეთრი სახლის დასავლეთ ნაწილში, სადაც ბრიგადის გენერალი მარშალ ბრედ ვები სპეცმისიას ადევნებდა თვალს. როდესაც ობამა ოთახში შევიდა, გენერალმა მას თავისი სავარძელი შესთავაზა. თუმცა ობამამ უარი თქვა და მოგვიანებით NBC-სთან ინტერვიუში გაიხსენა. მე მას უთხარი არ შეწუხდეთ, მხოლოდ კონცენტრირდით იმაზე, რასაც აკეთებთ. მე გვერდით დაგიჯდებით. ასე აღმოვჩნდი გასაშლელ სკამზე. მოგვიანებით ობამამ ისიც თქვა, რომ ეს იყო ყველაზე გრძელი 40 წუთი მის ცხოვრებაში. ჰილარი კლინტონმა კი გაიხსენა, რომ ისეთი ყურადღებით ადევნებდა თვალს სპეცოპერაციას, რომ არც კი შეუნიშნავს, რომ მათ ფოტოგრაფი იღებდა. იმავე საღამოს ვაშინგტონის დროით 11 საათსა და 35 წუთზე პრეზიდენტი ობამა საგანგებო ბრიფინგზე იტყვის. Tonight, I can report to the American people and to the world that the United States has conducted an operation that killed Osama bin Laden, the leader of Al-Qaeda.